აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, პატივცემულო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ძვირფასო მეუფე, მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ დღეს აფხაზეთობას, წმინდა მოციქულ სიმონ კანანელის ხსენებას, მოგეხსენებათ ეს დღესასწაული დააფუძნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ. დღეს ჩვენ შევასრულეთ პარაკლისი და პანაშვიდი. ვილოცეთ აფხაზეთისთვის, ჩვენი ქვეყნის გამთლიანებისთვის, აფხაზეთშიც, სამაჩაბლოშიც, ბრძოლის ველზე მომწყდართათვის, ქართველებისთვისაც, აფხაზებისთვისაც, ოსებისთვისაც. ვილოცეთ ჩვენი გამთლიანებისთვის, ჩვენი შერიგებისთვის. ფიქრობ დღეს ჩვენს დევნილებზეც, რომლებიც განდევნილნი იყვნენ ეთნიკური ნიშნით, შეიძლება ასე ითქვას. მაგრამ ვფიქრობთ რა ყოველივე ამაზე ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ მხოლოდ ადამიანური ძალის ხმევით ამის მიღწევა შეუძლებელია. რამდენი წელი გავიდა უკვე, რას არ ვცდილობთ, მაგრამ ვწმუნდებით იმაში, რომ თუ არა ღვთის დიდი ძალა და მადლი, ეს არ მოხდება. და როგორც ყოველი დიდი საქმე, ღვთის ძალით და მადლით კი ყველაფერი შესაძლებელია და ეს აუცილებლადაც მოხდება. მაგრამ ამისთვის საჭიროა, რომ ჩვენ გადავდგათ შესაბამისი ნაბიჯები. აი, როდესაც ადამიანი თქვათ ლოცულობს თავის რაიმე პირადი პრობლემის გამო, პირად საქმისთვის, იგი აუცილებლად უნდა ეცადოს, რომ გამოსწორდეს, რაღაც ცოდვები გამოასწოროს, მანკიერებები, რომელიც უშლის მას უფალთან დაახლოვებაში, მადლის მიღებაში და აი ამ ნაბიჯებს თუ გადადგავს, აუცილებლად უფალი მას ეხმარება. მაგრამ როდესაც ლოცულობს მთელი ერი ან დიდი რაოდენობა ხალხის, იქაც შესაბამისად ეს სულიერი ცხოვრების კანონია. მაშინ ეს სიმრავლე ხალხისა უნდა ცდილობდეს გამოასწოროს ის მანკიერებები და ცოდვები, რომლებიც ხალხში ტრიალებს. ამაზე უნდა დავფიქრდეთ, ეს არის აუცილებელი პირობა იმისა, რომ ვიმეორებ, დიდი მადლი გადმოვიდეს ჩვენზე, გამთლიანების, გადარჩენის და გაერთიანების მადლი. აი ამაზე იყო დღევანდელ სახარებაში საუბარი, რომელიც საკითხული იყო საღვთო ლიტურგიაზე. როგორც ამბობს წმინდა პავლე მოციქული, მადლით ხართ გამოხსნილებიო. და ეს არ არის თქვენგან, არამედ ღვთის ნიჭია. ეს არის ნიჭი ნუგეშინის მცემელი სული წმინდისა, რომელსაც ჩვენ ველოდებით, აი რამდენიმე დღეში, ერთ კვირაში იქნება სულთმოფენობის დღესასწაული და ჩვენ მას ვევედრებით, რომ მოვიდეს და დაემკვიდროს ჩვენ შორის, გაგწმინდოს ჩვენ, გაგვაძლიეროს, აცხოვნოს ჩვენი სულები და მოგცეს ვიმეორებ დიდი მადლი ჩვენ ძმებთან, აფხაზებთან, ოსებთან შერიგების და იმ ძმური სიყვარულის აღდგენის, რომელიც იყო საუკუნეების განმავლობაში ჩვენ შორის. მადლი იმისა, რომ აღარასდროს განმეორდეს ასეთი საშინელი ძმათა მკვლელი ომი, რომლის სავალალო შედეგებს ჩვენ დღემდე ვიმკით და მოგცეს მადლი ჩვენი ქვეყნის გამთლიანების, რომ ვიცხოვროთ ერთ დიდ, მშვიდობიან, ძლიერ სახელმწიფოში. ამინ.